მოგესალმებით. დღეს პირველ რიგში, სანამ დავიწყებდეთ კითხვა-პასუხებს, მინდა რომ ყველა იმ ახალგაზრდას, რომლისთვისაც დღეს იყო ბოლოზარი, ყველას მოულოცო ეს დღე და ყველას უსურვო წარმატება ამ ახალ ცხოვრებაში, რომელიც ეხლა იწყება. და ვისურვო, რომ ამ ქვეყანაში ამ ახალგაზრდებს კონდეთ ის პერსპექტივა, რომელიც უნდა კონდეთ თავიანთ ქვეყანაში, რომ არ დასჭირდეთ მათ, რომ ეძებონ სხვაგან ეს პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში კონდეთ მათ თავისუფლება, რომ ამ ქვეყანაში კონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ რომელ უნივერსიტეტში, როგორ ისწავლიან და ამის საშუალება კონდეთ და ამის საშუალება კონდეთ მათ მშობლებს. ეს არის თავისუფალი ქვეყანა, განვითარებული ქვეყანა, რომელიც ღირსი არის თავისი შვილების და მინდა რომ ამ შვილებს უსურვო სწორედ ეს მომავალი და ეს ევროპული მომავალი, იმიტომ რომ დაცული, უსაფრთხო მომავალი სწორედ არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ევროპულ მომავალს. პირველი კითხვა, რამაც ჩვენ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, უკავშირდება საჯარო სივრცეში კომუნიკაციების მონიტორინგის სპეციალური სამმართველოს შექმნას. კითხვა მდგომარეობს, რეალურად რაში დასჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას? ეს არის სრულიად ლოგიკური ნაბიჯი, ვიტყოდი, ამ ხელისუფლებისთვის, რომელსაც გამოერლია, მე მგონი, რეპრესიული ნაბიჯები, აღარ იცის რა გააკეთოს, ჯარიმები, ციხეში ჩასვა ახალგაზრდების, თუნდაც უნივერსიტეტიდან გამოიყვანონ ბორკილებით ახალგაზრდები და ჩასვან ციხეში. დღეს ქალი ელოდებოდა რუსთაველზე, როდის მოვიდოდა პოლიცია დასაჭერად მისი და ასე შემდეგ. ეს რეპრესიული ნაბიჯები ვერ არ იმუშავა, ვიტყოდი, ამ რეპრესიულ ნაბიჯებმა, ვერ გამოიტანა ის შიში, რაც არის მიზანი ამ რეჟიმის და ამიტომ სულ მუდამ ცდილობს უფრო და უფრო ღრმად შევიდეს ამ საზოგადოების კონტროლში. ეს არის პირდაპირ რუსული მოდელი, სხვა არაფერი არ გაუკეთებია ამდენი წლის მანძილზე რუსულ რეჟიმს, როცა უნდოდა თავისი საზოგადოების დამონება და მან შეძლო ესა, იმიტომ რომ მაინც რუსეთის საზოგადოება სხვანაირად არის მოწყობილი და მოქალაქეები ცოტა სხვანაირად რეაგირებენ ამ ყველაფერზე, სხვა ტრადიციები აქვს და სხვა ხასიათი, ვიტყოდი. მაგრამ საქართველოში მაინც ვერ დანერგეს ეს ტოტალური შიში, რაც არის მათი მახასიათებელი და ვხედავთ, რომ უფრო და უფრო ყოველ დღეს რაღაცას იგონებენ, თუ არ იგონებენ, კოპირებენ სწორედ რუსეთიდან ახალ კანონებს, რომელსაც იღებენ აჩქარებული წესით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაამონონ, შეაშინონ, დათრგუნონ აქაური საზოგადოება. რაღაც ნაწილში მაინც მოქმედებს, ამ ვერ ვიტყვი, რომ ამას არანაირი შედეგი არ აქვს, მაგრამ რეალურად ვერ გატეხეს ეს საზოგადოება. გია სადაგიშვილის კითხვა არის კობახიძის მიერ ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებთან დაკავშირებით და კითხულობს, რომ გარდა ანტიევროპული რიტორიკისა, ეს წერილი და ეს ქმედება ხომ არ არის ქვეყანაში ევროკავშირის მომხრეთა შემცირებისაკენ და მათი ტვინის გამორეცხვისაკენ მიმართული? ჯერ ერთი მე ვიტყოდი, რომ ვერაფერი ვერ შეამცირებს ევროკავშირის მომხრეებს ამ ქვეყანაში, რაც არის უცვლელი ნაწილი ამ ჩვენი საზოგადოების და დიდი უმრავლესობა ამ საზოგადოების, იმიტომ რომ ამ საზოგადოებამ და რაც დრო გადის უფრო და უფრო კარგად იცის, რა მოაქვს ევროკავშირს, რა სტანდარტებს იცავს, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, როგორ ცხოვრობს იქ ჩვენი ოჯახების ის ნაწილი, რომელიც იქ წასული არის და როგორ ეხმარებიან ისინი აქ დარჩენილ საზოგადოებას, ეს ყველაფერი უფრო და უფრო ვრცელდება, ასე რომ იმისი ფიქრი, რომ გაიზრდება რაღაცა ნაწილი საზოგადოებაში, რომელიც აყვება ამ ევროპის ლანძღვას და გინებას, არარეალური არის, არ მჯერა ამისი და არაფერი არც ერთი ნიშანი
ამისი არ არის, მაინც ყველას უნდა რომ თავისი შვილი, თუნდაც ოცნების წარმომადგენლების თავისი შვილი წავიდეს და ისწავლოს ევროპაში და ყველას უნდა რომ იმოგზაუროს ევროპაში და ყველას უნდა რომ ისარგებლოს ყველაფრით იმითი, რაც არის ევროპის მოტანილი ფასეულებები და ცხოვრების სტილი. ამიტომ ეს არ არის მიზეზი, სხვა არის ამ შემთხვევაში თუ გავიხსენებთ ბოლო შეხვედრა მინისტრების, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დასრულდა რეზოლუციით და განცხადებით, რომელიც ეუბნებოდა საქართველოს, რომ თქვენ თუ კიდევ რამეზე ფიქრობთ, თუ გაინტერესებთ შენარჩუნება ან აღდგენა რამე ფორმის დიალოგის, რამოდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ და პირველი იყო დასახელებული სწორედ რიტორიკის შეცვლა. თქვენ არ უნდა გააგრძელოთ ჩვენი ლანძღვა გინება, თუ რამე სერიოზულად გინდათ, თუ ეს არ არის ტყუილად სიტყვები ნათქვამი იმისთვის პირიქით, რომ დაარწმუნოთ, დააწყნაროთ თქვენი მოსახლეობა, რომელსაც თქვენს მიუხედავად მაინც უნდა ევროკავშირი და მათ დააჯეროთ, რომ თქვენ მაინც მიდიხართ ევროკავშირისკენ. და ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა თქვენს მიმართ, ეს იყო ტექსტი ევროკავშირისგან გზავნილი აქა, თქვენ შეცვალეთ რიტორიკა და დაანებეთ თავი ამ რაღაცა უაზრო კრიტიკა, ლანძღვა, გინება, რაც არის ბოლო პერიოდში უწყვეტი ფორმა ურთიერთობის ქართული ოცნების ევროკავშირთან, აქაურ ელჩებთან, იქაურ ლიდერებთან და ზოგადად ქვეყნებთან. და რას ვხედავთ? რომ რამოდენიმე დღეში მაშინათვე დაიწყო ისევე ელჩებზე შეტევა და ეხლა ეს არის პირდაპირ რაღაცა ზღვა გინების, ხან დანიას ერჩიან, ხან გერმანიას და ხან ვის და ხან ვის და ეს არის პირდაპირი დაკვეთა, მე ასე ვიტყოდი რუსეთიდან, რომ არა, რაც არ უნდა წამოვიდეს ევროკავშირიდან რამე ნაბიჯი, რამე ხელი გამოწეული, რომ მოდით და ვიფიქროთ იმაზე, რომ მაინც აღვადგინოთ ეს ურთიერთობები, თქვენ არაფერზე არ წახვიდეთ და პირიქით. და ესენი ასრულებენ გულმოდგინეთ ამ ყველაფერს, ლანძღვას, გინებას ევროკავშირის, რომ არ დაუტოვონ ევროკავშირს არანაირი საშუალება, რომ ამ ქვეყანასთან შეინარჩუნონ რამე ურთიერთობები. ეს არის მიზანი ამ გამოსვლების, რომელიც რეალურად არც შინაარსი არ აქვს, არც არაფერი, ეს სიტყვის ფაღარათი არის რეალურად და მაგრამ ამას აგრძელებენ იმისთვის, რომ ჩაკეტონ და კედელი ამოაშენონ ევროკავშირთან, არ დატოვონ არც ერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს და ევროკავშირის შორის იყოს რამე საშუალება. მე მომდევნო კითხვა ფაქტობრივად ამის გაგრძელება გიორგი ნებიერიძის კითხვაა. ჩვენ ვნახეთ კახა კალაძის სამძიმრის წერილი გერმანიის მიმართ, ვნახეთ ელჩის პასუხიც. ეს იმდენად აზიანებს ამ პროცესს, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, ხომ არ გაუჭირდება მას ყველაფრის გამოსწორება და ურთიერთობების აღდგენა. ჯერთი გავიმეოროთ, რომ ეს არის მიზანი ამ განცხადებების, რომ დააზიანონ ეს, რაც დარჩა ამ ურთიერთობიდან. ერთი და მხოლოდ ერთი მიზანი არის ამ ყველაფრის. მაგრამ მე მინდა ეხლა ხალხს უთხრა, რომ მე ამაზე ვიღებ პასუხისგებლობას, რომ როგორც კი ეს რეჟიმი დასრულდება, როგორც კი დაუბრუნდებით ნორმალურ წყობას არჩევნების გზით, მე ვიქნები ის ადამიანი, იმიტომ რომ მე ამაზე და ამისთვის დავდივარ ჯერ კიდევ ევროპაში და მაქვს ეს კონტაქტები. ზოგს გონია, რომ მე იმისთვის დავდივარ, რომ რაღაცა ახალი სანქციები მივაღებინო, ამაში მე არ უჭირდები არავის, ძალიან კარგად თვითონ იციან სად და როგორ, მაგრამ მე დავდივარ იმისთვის, რომ მივიღო გარანტიები, მივიღო დაპირება და არ დავავიწყო არავის, რომ საქართველოს საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობას უნდა ევროპა, უნდა ევროკავშირი და ამათმა უნდა იცოდენ, რომ როგორც კი ესენი წავლენ, როგორც კი წავლენ ისინი, ვინც მათ ლანძღავენ და ვინც ამ კავშირებს აზიანებენ ამ ფორმით, მაშინ იქნება საჭირო აჩქარებული ტემპით, რომ დაუბრუნდეთ ჩვენ გზას. ეს არის ჩემი მიზანი, როგორც ადრე იყო ჩემი მიზანი, რომ ჩვენ
კანდიდატის სტატუსი მივეღო და ამიტომ დავდიოდი და ამიტომ გამომიცხადეს ვითომც იმპიჩმენტი და ვერ გამოაცხადეს, მაგრამ ეს არის ჩემი დანიშნულება ამ ქვეყანაში, შიგნით რომ იყოს ერთობა იმ თავარ საკითხებზე, რასაც ქვია დამოუკიდებლობა, საქართველოს იდენტობა, რუსეთისგან თავისუფლება და ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ეს არის ის, რასაც მე ვემსახურები და ბოლომდე ამას ვემსახურები და ამის გარანტიას მე ვიძლევი, რომ ძალიან სწრაფად დავიბრუნებთ ყველა იმ ნაბიჯებს, რაც დღეს გვაშორებს ევროკავშირიდან. მარიამ გაბრიაძე, რა აზრის ხართ პატრიარქ შიოს ქადაგებაში გამოთქმულ საკითხებთან დაკავშირებით აბორტის შესახებ, სხვა ეროვნების გამრავლების შესახებ და გენდერული თანასწორობის კანონის გამკაცრების შესახებ? ერთ ვიტყვი აბორტზე, რომ არაფერი საკვირველი არ არის იმაში და არც ერთ რელიგიაში ვიტყოდი, მაგრამ მით უმეტეს ჩვენთან არაფერი საკვირველი არ არის იმაში, რომ პატრიარქი არ ემხობოდეს და პირიქით იყოს აბორტის წინააღმდეგი და ხალხს უხსნიდეს, რომ ეს გზა არ არის სწორი გზა. რა არ არის ნორმალური, არის ოჯახების წყევლა პირველივე პატრიარქის გამოსვლაში. ეს ჩემთვის იყო როგორც მეხის გავარდნა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჯერ ერთი თუნდაც ადამიანს და აღარ ვამბობ პატრიარქს, ადამიანს მოუბრუნდეს ენა და დაწყევლოს სხვა ადამიანი. და კიდევ ნაკლებად დაწყევლოს საქართველოს ოჯახების ძალიან დიდი ნაწილი, იმიტომ სტატისტიკა სამწუხაროდ ვიცით, როგორია, როგორ იყო წინა წლებში, რა დღეები გაიარა ჩვენ მოსახლეობამ და ამიტომ ძალიან ბევრ ხალხს ეხება. და იმ დღეს, როცა ზეიმი არის ქართული ოჯახის, მისი სიწმინდის, იმ დღის არჩევა იმისთვის, რომ დაწყევლო ამ ოჯახების ძალიან დიდი ნაწილი, ჩემთვის გაუგებარი და ალბათ მიუღებელიც არის. რაც ეხება მეორე კითხვა რა იყო? მეორე თემა იყო სხვა ეროვნების გამრავლების შესახებ და გენდერული თანასწორობის კანონი. ეს სხვა ეროვნების გამრავლების შესახებ კიდევ უფრო გაუგებარი არის ვიტყოდი, იმიტომ რომ ქართული ეკლესია და საქართველოს იდენტობა არის სწორედ დაფუძნებული იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ დღემდე, თუმცა ზოგჯერ გვიჭირს დღევანდელ დღეს, მაგრამ მოვდივართ ჩვენი ტოლერანტობით, შემწყნარებლობით და სხვადასხვა რელიგიების ერთად ცხოვრებით. და სხვათა შორის ეს იყო ილია მეორეს პატრიარქის ერთ-ერთი მიღწევა, რომ ყველა ამ ქვეყნის კონფესიების საბჭო შეიქმნა და მათ ხვდებოდა და იყო სწორედ ეს ურთიერთის გაგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ ქვეყანაში, სადაც უმცირესობები ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების და სადაც ჩვენ ვიცით, რომ უთუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ურთიერთ პატივცემობა უნდა არსებობდეს და ჩვენ არ უნდა არც გვეშინოდეს, არც რამენარად ვაკნეინებდეთ იმას, რომ რომელიმე რელიგიას უფრო მაღალი შობადობა გააჩნია ვიდრე ჩვენ. ეს არის სრულიად მიუღებელი და არ ჯდება ქართულ კულტურაში არც ერთ მხრივ. ამიტომ ესეც ჩემთვის იყო გაუგებარი ამ პირველ გამოსვლაში, ამ პირველ თავისუფალ გამოსვლაში ვიტყოდი. იმიტომ რომ შიგნით სამებაში, ქადაგებაში სულ სხვა ტექსტი იყო წაკითხული. აქ არის რაღაცა თავისუფალი ტექსტი და ეს არის კიდევ უფრო დამაფიქრებელი, რომ სწორედ თავისუფლად როცა გამოდის ახალი პატრიარქი, ასეთი თემებით გამოდის. რაც ეხება კანონს, აქ კიდევ უფრო მკაცრად ვიტყოდი, რომ კანონი და მე ვიყავი როგორც პრეზიდენტი თავის დროზე კონკორდატზე პასუხისგებელი
და კონკორდატი სწორედ იმას ამბობს, რომ კანონებში არაფერი სათქმელი არ აქვს პატრიარქს და ეკლესიას და საპატრიარქოს. კანონი არის საერო, იქ შეიძლება იყოს ეკლესიის კანონები, მაგრამ ერთი მეორესში არ უნდა გვერებოდეს და არ შეიძლება რომ იყოს ასეთი გავლენა ეკლესიის ამ სახელმწიფოს კანონებზე, კანონმდებლობაზე. და რაც ეხება კანონმდებლობას და გამკაცრებას კანონმდებლობის, უკვე მაქვს ნათქვამი თუ რა არის ამ რეჟიმის დამახასიათებელი ამ კუთხით და აღარ გავიმეორებ. კახა ღლონტის კითხვა ისევ შეეხება დიუშენით დაავადებულ ბავშვების საკითხს და გვეკითხება საპატრიარქოს ჩართულობა რეალური გადაწყვეტის გზა არის თუ ეს არის კიდევ ერთხელ საკითხის გაწევის მცდელობა. საპატრიარქოს ჩართულობა მე მესმის ძალიან მარტივად. საპატრიარქოსგან ელოდებიან მშობლები რას? ელოდებიან ემპათიას. ელოდებიან მხარდაჭერას, მორალურს, ხო, არავინ არ ელოდება რომ ეხლა უშუალოდ ჩაერება საპატრიარქო გამოიღებს თავის ბიუჯეტიდან თანხას და დადევს. მაგრამ საპატრიარქომ უნდა გამოთქვას ამ მწუხარე ადამიანების მიმართ მისი განწყობა და მისი მზადყოფნა, რომ როგორც შეძლებს მათ დაეხმაროს, მათ სიყვარული გამოუჩინოს. მე ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ის კადრები, რომელიც დავინახეთ, როცა ჩაუარეს ოჯახის სიწმინდის დღეს, რომ ჩაუარეს ოჯახებს და არც გაჩერდნენ და ძლივს ერთმა ორმა მერე გამოვიდა და დალოცა ეს ბავშვები. ანუ ეს არ იყო გულიდან წამოსული, ან სულიდან წამოსული ჟესტი, რასაც ელოდებოდა ალბათ მოსახლეობა, რასაც ელოდებოდნენ ოჯახები. მეორე არის რომ ის შეხვედრა, რაც მოგვიანებით შედგა რამოდენიმე მშობელთან, აქაც იქ არ იგრძნობა არც ეს სიყვარული, არც ეს სითფო, რაც უნდა იყოს, რა დროს კომისიის შექმნა, რა დროს შესწავლა, ვინ სთხოვს საპატრიარქოს თავისი შესაძლებლობებით, რომ შეისწავლოს წამალი, რომელიც შესწავლილი არის ამერიკაშიც და ევროკავშირშიც. რა საშუალებები აქვს საპატრიარქოს, რომ უფრო კარგად შეისწავლოს და როდის შეისწავლის და ვისთან ერთად. ან კომისიები ვნახეთ უკვე. ფასის დაკლების კომისია როგორ კარგად მუშაობს და ბოლოს გვეუბნება, რომ მე მხოლოდ შესწავლა მინდოდაო და ესეც ასე დამთავრდება. მე მხოლოდ შესწავლა მინდოდაო და არაფერი დაპირება არ მომიციაო. ანუ ეს არ არის როლი საპატრიარქოს. საპატრიარქოსი არის სწორედ რომ გამოუჩინოს თავისი მორალური პოზიცია და ამ მორალური პოზიციიდან ასევე მთავრობას უთხრას მე სად ვდგევარ ამ საკითხში, როგორც ეკლესია, როგორც ამ ხალხის გვერდში მდგომი, სხვა არაფერი. აქ იწყება და აქ თავდება საპატრიარქოს როლი. მე ესეც დიდად ვერ დავინახე. მაგა ყურაშვილი იგივე თემას აგრძელებს და ამბობს, რომ აქ შეთანხმებულები ვიყავით, როცა მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ამ ბავშვების დასახმარებლად ბიუჯეტიდან გამოსაყოფ თანხაზე ეს არის გადასახადების, გადამხდელების ფული და უნდა დაიხარჯოს რაციონალურად და პრაგმატულად. მაშინ როცა მილიონები იხარჯება სხვა გასართობ ღონისძიებებზე, ეს ხომ ცინიზმია. აქვე TikTok-ზე გვიკომენტარებენ, სად აქვს სახელმწიფოს ამდენი ფული ბავშვებს სწავლები უყიდოს და მისცესო. მე ძალიან მარტივად უპასუხებდი ამას, რომ პრაგმატული რა არის არ ვიცი, რაციონალური რა არის მე არ ვიცი, ვინ როგორ თვლის რომ ეს პრაგმატული არის თუ არ არის. მე ვთვლი რომ არ არის პრაგმატული და არ არის რაციონალური, რომ დღევანდელ საქართველოში იხარჯებოდეს ბიუჯეტიდან მილიონები იმისთვის, რომ რა ქვია, Kanye West-ი ეს კონცერტი გაიმართოს, რომელშიც იხარჯება ბიუჯეტის თანხები იმისთვის, რომ შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი შეინახოს ბიუჯეტმა
და ბიუჯეტის ხარჯზე იყოს ძალიან ბევრი მილიონი ასევე დახარჯული და არაერთი ახლა შეიძლება გავაგრძელოთ სხვადასხვა კონცერტებით და სხვადასხვა ღონისძიებებით, რასაც ვნახავთ უთუოდ ზაფხულში კიდევ როგორ დააფინანსებენ ოცნების მომღერლებს და ოცნების მომხრეებს. იმდენი იხარჯება არამიზნობრივად და არარაციონალურად და არაპრაგმატულად, რომ იქ სადაც არის ნამდვილად ამ ბავშვების სიცოცხლეზე საუბარი და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, აქ როგორ შეიძლება რომ დაითვალო რამე პრაგმატულად და რაციონალურად. ნანული შუბითიძის შეკითხვა არის, მინდა გკითხოთ რუსთაველის თეატრში რუსი ტურისტების მიერ გამართულ სპექტაკლთან დაკავშირებით. მე არ მესმის, რატომ არის ეს სავალალო? აქ მივდივართ უკვე ისევ კულტურისა და სპორტის აღრევაზე. სპორტი და პოლიტიკის ალბათ. და პოლიტიკის და სპორტი თუ ვინმემ გამოიყენა პოლიტიკურად, სადაც იყო ყველაზე დიდი ერთობა ამ საზოგადოების, ეს შეძლო ქართულმა ოცნებამ დააძალა თუ მიიყვანა იქამდე და დაყო ეს ხალხი, გამოიყვანა როგორც პოლიტიკური მხარდამჭერები, ეს სპორტსმენები, შეიყვანა პარლამენტში ზოგი გამოიყვანა ტექსტებით და განცხადებებით და ასე შემდეგ და რეალურად იქ სადაც იყო მართლა განუყოფელი ისეთი საზოგადოება, რომელიც დაყვებოდა ევროპაში ჩვენ ფეხბურთელებს და ასე შემდეგ, დღეს უკვე აღარ არის ასეთი განწყობა, რომ ყველასი არიან. არ არიან ყველასი, არიან უკვე გამორჩეულად ქართული ოცნების. და იგივეს აკეთებს კულტურაში სხვათა შორის არის ჩვენი მომღერლები, ჩვენი მსახიობები, რომელიც ეხლაც გამოვლენ 25 მაისს თუ კარგად მივხვდი ჯანსუღ კახიძეს დარბაზში და ვითომც ილია მეორესთვის გამართული კონცერტი, მაგრამ რეალურად ეს კონცერტი არის კიდევ ერთხელ ოცნების მომხრეებისთვის წინა 26 მაისის კონცერტი, რომელიც იქნება გამართული და სადაც ალბათ ძალიან დიდი თანხები დაიხარჯება კიდევ მათი მომღერლების და მსახიობებისთვის. მაგრამ კულტურა როგორ არ არის პოლიტიკა? კულტურა ხო არ არის რაღაც ქალწული, რომელიც არ ეხება რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება საზოგადოებაში. ქვეყანა, როცა არის ოკუპირებული, როცა რუსეთის ჯარი დგას ჩვენ ტერიტორიაზე, როგორ შეიძლება რომ შენს ეროვნულ თეატრში, სახელმწიფო თეატრში, მთავარ თეატრში ამღერო და აცეკო რუსები. ესე იგი შენი თავის პატივისცემაც აღარ გაქვს. ამაზე არის ლაპარაკი, თორემ იმაზე კი არა, რომ ვიღაცას უნდა ძულდეს ეს სტუდენტები, რომელიც მღერიან თუ ცეკვავენ თუ რას აკეთებენ. ეს სურათი, მე არ ვიცი, რომელი სხვა ქვეყანა მსოფლიოში ასეთ სურათს დადებდა. რომ შენი ოკუპირებული ტერიტორიების და სადაც ზოგჯერ ისე შიგადაშიგ როცა იკითხებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარეობს კიდევ უფრო გააქტიურებული ნაბიჯები ანექსიისკენ და ამას ისე ამბობს და მეორეს მხრივ აქვე 26 მაისამდე ამ დღეებში ვაცეკვებთ, ვამღერებთ რუსებს ჩვენ მთავარ სცენაზე. არ ვიცი მე ვინმეს მოწონს როგორ შეიძლება და მე უსამშობლოებს ჩვენ დაგვარქმევენ, ან მე დამარქმნევენ და არ ვიცი, მე სხვა ქვეყანა მართლა ბევრ ქვეყანაში ვარ დამყოფი, ბევრი ქვეყანა ვიცი, სადაც კონფლიქტები იყო, ბევრი ქვეყანა ვიცი, ცოტა ვიცი სხვათა შორის ჩვენსავით ტოლერანტი, მაგრამ ტოლერანტობა და ყველა საზღვრის გადალახვა სხვა რამე არის. ის რომ დღეს რუსები თავს გრძნობენ საქართველოში როგორც თავიანთ ქვეყანაში და კიდევაც ამბობენ, რომ მე აქ ისე კარგად ვარ, რომ ვერ გრძნობ განსხვავებას ამ ქვეყანას და ჩემ ქვეყნის შორის, ეს არის პრობლემა, იმიტომ რუსეთის პრობლემა სულ მუდამ ეს იყო, რომ არ იცის და რეალურად არ იცის, სად არის მისი საზღვარი და რო არ იცის, სად არის მისი საზღვარი, ამიტომ მიიწება წინ და არასოდეს უკან არ იხევს. მაგეროთ დღეს ვხედავთ, რომ
ერთადერთი ქვეყანა არის, ჩვენ კი გვაშინებენ ომით, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა არის დღეს, რომელიც რეალურად უგებს რუსეთს და აშინებს რუსეთს და ეს არის უკრაინა. და ჩვენ შევხედოთ იმას, რა ხდება იქ, იმიტომ იქ წყდება სწორედ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, სამომავლოდ. ევროპის ბედიც, ძალიან ბევრი ქვეყნის ბედიც და ხვალ გვექნება ჩვენ ძალიან დიდი მადლობა სათქმელი ჩვენ მეზობელ უკრაინისთვის. გიგა ამბაშიძის შეკითხვა, რადგან უკრაინას შევეხეთ, საქართველოს-უკრაინის ურთიერთობებთან დაკავშირებით და გვეკითხება, არის თუ არა ეს ბოლო კონტაქტები, ბოლო პერიოდში კონტაქტები ჩვენს ხელისუფლებებს შორის რეალურად ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი. მე მგონია, რომ როგორც ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვას ჭირდება ბევრი სხვა რამ. პირველ რიგში ის, რომ ბოდიში მოიხადოს აქაურ მთავრობის ყველა წევრმა იმ ლანძღვისთვის, იმ გამოკრულ პლაკატებისთვის, სადაც აჩვენებდნენ როგორ ინგრევა უკრაინა და ჩვენ როგორ კარგად ლაღათ ამ დროს ვცხოვრობთ. ანუ გადატვირთვა უნდა დაიწყოს ჩვენგან, რომ რეალურად დაუბრუნდეთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ახასიათებდა საუკუნეების მანძილზე ჩვენს და უკრაინის ურთიერთობებს. ამიტომ გადატვირთა მხოლოდ იმითი, რომ სადღაც შეხვდნენ და რამე საერთო შეიძლება იყოს საუბარი რომელიმე თემაზე, ეს არ არის ის რეალური სიღრმისეული გადატვირთვა, რომელიც სჭირდება ჩვენ ორივე ქვეყანას. ქვეყანა, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დღეს და დღემდე კიდევ იქ იბრძვიან და კვტებიან ზოგი მათი და როცა ჩამოდიან აქა ჩამოსვენებული, როცა არიან საქართველოში, არ ხვდება საპატიო ყარაული. ეს არის პატივისცემა ამ ურთიერთობების, ეს არის აღდგენა ურთიერთობების და იქამდე გვაქვს დიდი გზა გასავლელი. წინა კითხვაში თქვენ უსამშობლო ახსენეთ, გოგი ვაჩიბერიძის კითხვა დაახლოებით ამ თემაზე. თქვენ ხშირად უსამშობლოს გიწოდებენ და ამის საფუძვლად ასახელებენ, რომ თქვენ ხართ საფრანგეთის მოქალაქე. სიმართლეა ეს? ეხლა რამდენჯერ უნდა ვთქვა, არ ვიცი, რომ მე საფრანგეთის მოქალაქეობა დავტოვე და უარი ვთქვი იმ დროს, როცა გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, რაც სხვათა შორის არ გაუკეთებია არასოდეს არც ერთ თავის წინა არც პრემიერობაზე და არც დღევანდელ დღეს არ გაუკეთებია, შეიძლება ფრანგები წართმევენ, მაგრამ თვითონ ივანიშვილს არ დაუტოვებია საფრანგეთის მოქალაქეობა. ასე რომ ვინ არის რომელი სამშობლოს შვილი, არ ვიცი და არც მინდა ამაზე პასუხი არ ღირს. ნარგიზა ხუბუტია გვეკითხება, მართლა ელოდებით თუ არა ვადამდელ არჩევნებს და თუ ელოდებით, როგორ ემზადებით ამისთვისო? მე მგონი, რომ ბევრი ნიშანი არის იმისი და ვახსენე მე უკვე უკრაინა და რუსეთი და რუსეთის დასუსტება, რაც აშკარად ამ ჩვენ პრორუსულ რეჟიმში ქმნის რაღაც სისუსტეებს და გაუგებრობას და პერსპექტივას ვერ ხედავენ საითკენ არის, ეს ერთი მხარე არის, მეორე არის შიგნით ის, რომ ვერ დაძლიეს რეალურად წინააღმდეგობა და არათუ ვერ დაძლიეს რეალურად უკმაყოფილება არის ბევრად გაზრდილი, ბევრად დიდი, ვიდრე ის აქტიური წინააღმდეგობა, რაც ჩანს ქვეყანაში და ეს ძალიან კარგად იციან თვითონაც, იმიტომ რომ თვითონაც ზომავენ დღეს როგორ არის მათი პოპულარობა და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ბევრი ნიშანი არის იმისი ეკონომიკა, რომ არ არის აყვავებული, რომ ფასებს ვერაფერს ვერ უშვებიან და ტყუილა გვაყრიან თვალში ნაცარს, რომ ვითომც რაღაც კომისია და ბოლოს შესწავლის კომისია და ვინ არის ამ კომისიაში, ეს ხო დაცინო არის ამავე დროს იმ ადამიანების, რომელიც რაღაცა იმედით იყურებდნენ იმას, რომ შეიძლება რაღაცა ნაბიჯები იყოს გადადგმული. ყველა მხრივ და ყველა კუთხით რეალურად ყველა ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა, არ ვიცი, ბოლო
რამდენი თვე თუ რამდენი წელი უნდა დავთვალოთ, ყველა ნაბიჯი არის მიმართული იმისკენ, რომ რაღაც ნაწილი საზოგადოების რომელიმე სეგმენტი იყოს უკმაყოფილო. ეს იქნება ის ადამიანები, რომელიც უყურებენ ამ რაღაცა არნახული განათლების რეფორმას, ვინც მასწავლებელი არის, პროფესორი თუ მოსწავლე და არ იცის რა ბედიელის მომავალ წელს, ახლა კი ბოლოზარი არის, მაგრამ მომავალ წელს რა იქნება, სად ექნებათ საშუალება რო ჩაეწერონ, რა მოხდება რეგიონებში, სადაც პრაქტიკულად დაუხურეს უნივერსიტეტები. ეს ყველაფერი ხომ ძალიან დიდ უკმაყოფილებას და ძალიან დიდ გაუგებრობას ქმნის. ასევე ყველა ის კატეგორია ჩვენი ქვეყნის, რომელიც დღეს ვერ ხედავს პერსპექტივას, უმუშევრობა, იქ დახურეს ეს გადაზვიდვების საშუალება, მანქანები აღარ შემოაქვთ ამერიკიდან და ის მთელი ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული და რომელსაც სხვა შანსი, რამე სამუშაო იშოვოს, არ გააჩნია. ის ადამიანები, რომელსაც უპირებენ გამოსახლებას, იმიტომ რომ ალიევის კულტურული ცენტრი ააშენოს და ამავე დროს ჩემუბანში, აქა სოლოლაკში ასევე ხალხი გაყავთ სხვადასხვა უბნებიდან იმისთვის, რომ არ ვიცი ვინ დაესაკუთრება ამ უბნებს, მაგრამ მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ ამ უბანში დაბრუნდნენ, ან სადმე კონდეთ რეალურად საშუალება, რომ დასახლდნენ. ეს ერთ მეორეს ემატება და არის რეალურად ის ძალიან დიდი უკმაყოფილება, რაც მძინვარებს ქვეყანაში და რასაც ვერაფერს გაუკეთებენ. თუ გონიათ, რომ რეპრესიული კანონებით ამისი გაჩერება შეიძლება, ძალიან ცდებიან. ამის გაჩერება არ შეიძლება და სად წავა ეს არავინ არ იცის. ერთი მონახეს ფორმა გაჩერების, ეს არის 4 ოქტომბერი, რომელსაც ხელი შეუწყეს და ძალიან მწუხვარ იმ ადამიანებზე, რომელსაც დღეს მიესაჯა ძალიან მძიმე განაჩენი, იმიტომ რომ ამოყვეს თავი ამ რაღაცა ძალიან დაგეგმილ სცენარში, რომელიც ისახავდა ერთ მიზანს, მხოლოდ რომ ის შესაძლო აფეთქება რეალურად შეეჩერებინა და შეეჩერებინა სამომავლოდ, მაგრამ ამას თუ უნდა მოხდეს და ეს თუ მოხდება იქნება მხოლოდ სპონტანური, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს. გარდა ერთი რამ და ეს არის არჩევნები და არჩევნები შეიძლება იძულებული გახდეს ეს რეჟიმი, რომ დანიშნოს არჩევნები. როდის იქნება, როგორ იქნება, კიდევ ერთხელ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. მზად უნდა ვიყოთ ჯერ ერთი შინაგნად, რომ არ დავიწყოთ მერე იმაზე ფიქრი და რაღაცა, რომ ბოიკოტი თუ არა ბოიკოტი, არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ არჩევნები არის სხვადასხვა ფორმით. აქ არჩევნები აღარ უნდა იყოს ის არჩევნები, რაც გავიარეთ. ნდობით, რომ ჩვენ ვიქნებით დაცული, რომ ის ელექტრონული ფორმა არჩევნების იქნება დაცული, ყველაფერი არის გადასამოწმებელი, ყველაფერზე უნდა ვიბრძოლოთ, დაწყებული უცხოეთში ხმების დასაბრუნებლად, ყველაფერი იქნება ბრძოლა. ეს არ იქნება ჩვეულებრივი პარტიული არჩევნები. ეს იქნება ერთი დიდი ფრონტის, ერთი წინააღმდეგობის ბრძოლა დღევანდელი რეჟიმთან, რომელსაც დაერქმევა არჩევნები და ეს იქნება დღეს, ხვალ თუ 2028 წელს. ნიშნულობა როგორ არა აქვს, იმიტომ მანამდე ხო უნდა გავძლოთ, მაგრამ ამის მიუხედავად თუ როდის იქნება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვემზადებით და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დღე დადგება. ლამზირად ციხის თავის კითხვა, როგორ ფიქრობთ, იქნებ დროა სრულიად ახალი სახეებით, უფრო პროტესტის მონაწილეები და ასევე აქტიური ახალგაზრდებისაგან ჩამოყალიბდეს ძირითადი ბირთვი, რომელიც უკვე გარდაიქმნება წინააღმდეგობის მოძრაობად. წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა უნდა იყოს.
აქ აღარ შეიძლება რომ ან მხოლოდ პარტიები, ან მხოლოდ საზოგადოება, ან მხოლოდ პროტესტის, ან მხოლოდ აქტივისტები, ან ყველანი ერთად ვიქნებით, რასაც ვიძახი რამდენი ხანია და სხვადასხვა ფორმით. ერთობაში, ეხლა ტყუილა არ გვიწერია. ერთობაში არის გადარჩენის გზა და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გადავდოთ რაღაცა ჩვენი ამბიციები, პრეტენზიები ისა, ესა, იმისთვის, რომ ეს შევძლოთ და მერე მოვა ყველაფრის დრო უკვე დაწყნარებულად, რომ შევძლოთ ჩვეულებრივი ვიტყოდი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. პირველი არჩევნები იქნება ომი და არა მშვიდობა. TikTok-ზე გვიწერენ, რატომ დააგდეთ მუხტი აქციებზე. პოლიტიკოსებიდან მარტო თქვენ გამოდიოდით იქ სიტყვით 26 მაისი, მარტი, დეკემბერი. მე გამოვდიოდი და სხვათა შორის ჩემ დაძახილზე მოდიოდა ხალხი და მე არასოდეს არც ერთხელ დაწყებული სხვათა შორის იპოდრომიდან არასოდეს არ დავპირებულ ვარ ხალხს, რომ აი გამოსვლის მერე რაღაცა მოხდება სასწაული. მოსვლა ამ თარიღებში არის აუცილებელი, იმიტომ ეს არის იმისი დასტური, იმისი ჩვენება, რომ ჩვენ ერთად ვართ და ჩვენ ერთად ვიბრძვით იმ ერთი რამესთვის, რასაც ქვია დამოუკიდებლობა. 31 მარტი არის დამოუკიდებლობა, 26 მაისი არის დამოუკიდებლობა, 9 აპრილი არის დამოუკიდებლობა. და ჩვენ ამ დღეში რო ვართ რუსული ხელისუფლების, რუსული რეჟიმის ხელში, არ შეიძლება რომ ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ. და თუ ვინმე სხვას აქვს საშუალება რომ გამოიყვანოს ამდენი ხალხი როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოიყვანა და უნდა გამოიყვანოს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ, არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე გამოვალ სიტყვით, თუ არ გამოვალ სიტყვით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ვინ გამოვა, თუ არ გამოვა. მე ჯერ ერთი გამოვალ ჩვეულებრივ რუსთაველზე, იმიტომ არ შეიძლება რომ დავთმოთ რუსთაველი და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ვიღებდი სურათებს და ხალხთან ვიყავი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იქ ჩამოვიარო რუსთაველზე და ვიქნები ასევე საღამოს, სადაც ყველა იქნება. აქ არ არის რომელიმე პარტიის, რომელიმე ჯგუფის, ყველანი ერთად, იმიტომ რომ მართლაც ეს ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველასი ერთად ნათქვამის სიტყვა, რომ ჩვენ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ვიცავთ და დავიცავთ მუდამ. შეგიძლიათ გვითხრათ, რისი ეშინია რეჟიმს ყველაზე მეტად და რის წინაშე ხრის ყოველდღიურად თავს? რისი ეშინია ძალიან ნათელი არის, ეშინია ორი რამის. თავისუფალი პიროვნების და ეს ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირს თუ რამეს ეშინოდა თავისუფალი პიროვნების და ეშინია ხალხის. ეს ორი რამ არის, რაც აშინებს რეალურად და რისი მოთოკვაც უნდა ამ რეჟიმს და ვერ შეძლო აქამდე და ვერ შეძლებს, სანამ ის ახალგაზრდები, ვინც დღესაც არიან ციხეში, სინდისის პატიმრები თუ პოლიტიკური პატიმრები, არც ერთი არ ტყდება, არც ერთი არ ითხოვს რამეს მათგან, ასე ამთავრებენ მათ სასამართლოს ხდომაზე გამოსვლას, რომ ჩვენ თქვენგან არაფერს არ ვითხოვთ. და ეს არის, რასაც ვერ ერევა ეს რეჟიმი. და რის წინაშე ქეციხრის, ხო ნათელი არის რუსეთი და რუსეთი. ქალბატონო სალომე, რამით გეხმარებათ ეს სახელმწიფო, რით ირჩევთ თავს? არაფრით. და არაფრით დიდი ხანია. მე როგორც იცით, პირველივე დღეს მომიხსნეს დაცვა, მომიხსნეს ყველანაირი ის ჩვეულებრივი ხელშეწყობა, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ეძლევა პრეზიდენტებს თუნდაც რაღაცა მოკლე პერიოდით ან ცხოვრების სიცოცხლის ბოლომდე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში არის მიღებული.
მაგრამ არა, ჩვენთან არა ვართ არც დემოკრატიული ქვეყანა, არც ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის ინსტიტუტს, რადგან თვლიან, რომ ან მათი ხარ, ან არა ხარ და მე ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც არ არის. ქალბატონო სალომე, რატომ დაგავიწყდათ, ვინ ჩამოგიყვანათ საქართველოში და ვინ დაგნიშნათ თანამდებობაზე? მე არაფერი არ მავიწყდება, რომ ჯერ ერთი ჩამოვედი, მაშინ ჩამოვედი საფრანგეთის დანიშვნით, როგორც საფრანგეთის ელჩი. და შემდეგ მიშამ მოინდომა და ჩამიყვანა მაშინდელ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ჟაკ შირაკი იყო მაშინ და მასგან მოითხოვა თანხმობა, რომ მე გამختარიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი. და სხვათა შორის მე ყოველთვის ამას აღნიშნავ და ამის მიმართ ვარ ყოველთვის მადლობელი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდოდა და ადრე მაქვს ნათქვამი, რომ მე დიპლომატიური სამსახური იმისთვის ამოვირჩიე, რომ მე ვთვლიდი, რომ რაღაც მომენტში, იმიტომ რომ მაშინაც მჯეროდა, რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი, რაღაც მომენტში ეს გამოცდილება იქნებოდა ერთ-ერთი გამოცდილებათაგან, რომელიც დაჭირდებოდა ახალ ქვეყანას იმ თავის ურთიერთობების დასალაგებლად. ამ აზრზე დავრჩი, ამ აზრზე ვრჩები და ამიტომ დავთანხმდი მაშინ, ამიტომ დავთანხმდი მერე და ამიტომ ვრჩები სადაც ვარ, იმიტომ დღესაც მგონია, რომ ეს გამოცდილება, რაც მე გამაჩნია, ძალიან გამოგვადგება სწორედ ახლო მომავალში, როცა ჩვენ დაგვჭირდება, რომ აღვადგინოთ ყველა ის ურთიერთობები, რაც ამათმა ასე ხელაღებით გაანადგურეს. TikTok-ზე გვიწერენ, იქნებ გაიხსენოთ, როგორ გაიყვანა რუსეთმა ჯარები საქართველოდან. თქვენ გაიხსენეთ და თქვენ ნუ გავიწყდებათ, როგორ გაიყვანა რუსეთმა ჯარები. ასევე გვეკითხებიან, პარლამენტარობისთვის რა უნდა იცოდეს ადამიანმა, როგორც პრეზიდენტმა და გამოცდილმა, რომ გვიპასუხოთ, რა არის საჭირო, რომ ვიცოდეთ. ეხლა გააჩნია, რომელ პარლამენტზე ვსაუბრობთ. თუ ოცნების პარლამენტზე ვსაუბრობთ, საჭირო არის ფულის გადახდა და რაც შეიძლება ცოტა ცოდნა და ცოტა გამოცდილება. და ვხედავთ უკვე როგორ და ეს პარლამენტი პრაქტიკულად არ მუშაობს, ჩვენ იქ დებატები დიდად არ გვესმის და ადამიანები ხელს წევენ და ზოგჯერ ტელეფონიც უჭირავთ ერთ ხელში და მეორე ხელით წევენ ხელს, რომ დაეთანხმონ იმ თუ ამ კანონს, ასე რომ დიდი დატვირთვა მათ არ აქვთ. რეალურად ხვალინდელ პარლამენტში თუ ამაზე ვსაუბრობთ და ხვალინდელ დღეს რა დაჭირდება საქართველოს პარლამენტს, ეს არის ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებიც თავიანთი დარგის პროფესიონალები, იმიტომ პრაქტიკულად აღსადგენი იქნება ყველა დარგი, ყველა მიმართულებით, ძალიან ბევრი პირველ რიგში რაც გვიწერია ქართულ ქარტიაში იქნება გასაუქმებელი, ძალიან ბევრი კანონი, რომელიც არის პირდაპირ რუსულ კანონებიდან გადმოწერილი და რომელიც უნდა ძალიან სწრაფად გავაუქმოთ და მეორე ეტაპი იქნება ახალი კანონების, რომელიც ძალიან დაგვჭირდება იმისთვის, რომ მაგალითად განათლების კანონი იქნება სრულიად გასაუქმებელი, მაგრამ ახალი განათლების კანონი სხვა საკითხი არის, ამას არ შეიძლება რომ ერთ-ორ დღეში მოუღოთ ბოლო და საჭირო იქნება რომ ადამიანები დასხდნენ და მართლაც იმუშაონ კულტურაზე, ძეგლთა დაცვაზე, ანუ ძალიან ბევრი მიმართულებით, ეხლა ვეღარ ჩამოვთვლი, ყველა მიმართულებით პროფესიონალები, ახალგაზრდები, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდები, გამოცდილი ადამიანებიც, საექიმო კუთხით იქნება ძალიან ბევრი გასაკეთებელი, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ფეხზე დავაყენოთ, არაფერი რო ვთქვათ ფასებზე, რომ დერეგე გავაუქმოთ იმ ნაწილ პროდუქტებზე, რომელიც ხალხისთვის ძალიან დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის და შვება მოუტანოთ ძალიან სწრაფად. ეს ყველაფერი
მომავალ პარლამენტზე იქნება დამოკიდებული, თუნდაც იმ პირველ პარლამენტზე მე რომ ვამბობ, რომ ბრძოლით უნდა მოვიდეთ და სანამ პარტიული პროგრამებით მოსული პარლამენტი იქნება, ამ პირველ პარლამენტმა უნდა იცოდეს რა არის პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის და ამ პრიორიტეტებზე დადოს ფსონი და ძალიან სწრაფად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მისაღები იქნება. დრო დასაკარგი ნამდვილად არ იქნება. TikTok-ზე თხოვენ რომ წაგიკითხოთ. იცით რომ საუკეთესოზე საუკეთესო პრეზიდენტი ხართ? TikTok-ზე თუ ვარ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. რა დღგ, რა მღგ. აზერბაიჯანში აქედან ორი ნაბიჯია, პომიდორი 2 ლარია და ჩვენთან 8 ლარი. ფასებზე როდის გვეშველება? გავძვალყავდით ხალხიო. ფასებზე არ გვეშველება, სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, არ გვეშველება, სანამ დაგვინიშნავენ ასეთ კომისიებს, რომლებიც არაფრის გამკეთებლები არ არიან, სადაც არ არიან სწორედ ის პროფესიონალები, რომლებიც რამეს გამკეთებლები იქნებოდნენ და როცა ნება არ არის რეალურად. ერთადერთი ნება, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, არის ის, რომ ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული კიდევ გააკეთოს კიდევ მეტი და ის ადამიანები, რომელიც მის ვიწრო წრეში არიან და რომლებიც უშუალოდ სარგებლობენ ამ რეჟიმით, იმათმა უნდა კიდევ და უფრო გამდიდრდნენ ამ დეველოპერებით და იმითი, რომ ყველა დარგში პრაქტიკულად აქვთ თავიანთი კლანჭები გაშვებული და სხვა მოქალაქეებისთვის არაფერი არ არის მოფიქრებული და არც იქნება და ნუ მოტყუდებით, ხო უყურებთ რა ხდება და ხო ხედავთ რა ხდება. არა მხოლოდ აზერბაიჯანში უფრო იაფი არის ყველაფერი, არამედ თურქეთშიც და ყველა მეზობელ ქვეყანაში არაფერი რო არ ვთქვათ ევროპაზე და ევროპასთან შედარება ამ შემთხვევაში არ გვინდა. ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ ახალი კანონი რეალურად კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის საბოლოოდ ჩასახშობად შექმნეს? ყველაფრის ჩასახშობად ქმნიან კანონებს. არაერთი კანონი მიიღეს და ხან ადამიანების, ხან მედიის, ხან არასამთავრობოების, ხან პარტიების ყველაფრის მოსპობა უნდათ, ეს არის მიზანი და ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის რუსული მოდელი. მაგრამ რუსული მოდელი აქ ბოლომდე ვერ გავა და ჯერ არ გადის და ჯერ კიდევ ძლევთ და ჯერ კიდევ აქ ვართ და ვიქნებით. არ ვნებდებით. დღეისთვის ბოლო კითხვას წაგიკითხოთ, კი გაეცით ამ კითხვას პასუხი, მაგრამ აქტიურად იწერება 26-ში რუსთაველზე იქნებით თუ არა? 26-ში ვიქნები ყველგან. ვიქნები რუსთაველზე, ვიქნები ყველასთან ერთად, ხალხთან ერთად, რომლებიც გაისეირნებს რუსთაველზე და ვიქნები იმ საპროტესტო მასიურ აქციასთან, რომელიც დაინიშნა და წამოვა უნივერსიტეტიდან რუსთავლამდე, თუ არ ვცდები 7 საათზე, ყველანი ერთად. ვიტყვით ჩვენ სიტყვას დამოუკიდებლობაზე. დიდი მადლობა. მადლობა.